მოგესალმებით დილა მშვიდობისა, პალიტრანიუს ეთერშია გადაცემა ნიუსრომი და ყველაზე ბოლო აქტუალურ პოლიტიკურ მოვლენებს განვიხილავთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. ჩვენი გადაცემის სტუმრები კი იქნებიან თავისუფლების მოედნის წარმომადგენელი ლევან შადბერაშვილი და ასევე გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი გიორგი ჭანტურია. ვიდრე გადავალთ ჩვენ სტუმრებთან, მოდით ვნახოთ მოკლე საინფორმაციო კოლაჟი ერთწუთიანი, რომლის შემდეგაც ძალიან მალე დაგებრუნებით პირდაპირ ეთერში. რუსთაველის გამზირზე აქციები გრძელდება. მოქალაქეების საკანონმდებლო ორგანოსთან უწყვეტი პროტესტის 350 დღესაც შეიკრებდნენ. დემონსტრანტებმა საპროტესტო მსვლელობები მოაწყოს და მონაწილეები საბოლოოდ კვლავ რუსთაველის გამზირზე გაერთიანდნენ. მოქალაქეების მოთხოვნები უცვლელია და ინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის ფარგლებში დაკავებული პირები. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივამედიდან მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს, სადაც სასჯელის მოხდა საერთო წესით გააგრძელებს. პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონალური მკურნალობა, კლინიკიდან გამოწერეს. პენიტენციური განცხადების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წევრები რუსთავის ციხესთან მივიდნენ და განაცხადეს, რომ ქართული ოცნება პარტიისა და მიხეილ სააკაშვილის დაშინებას ცდილობს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონ პროექტს მთავრობის ხელახლა გახსნის შესახებ ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ეგრეთ წოდებული შატდაუნის შემდეგ. მანამდე კანონ პროექტი მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ. დონალდ ტრამპმა ეგრეთ წოდებულ შატდაუნში დემოკრატები კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მთავრობის მუშაობის დახურვა მხოლოდ პოლიტიკური მიზეზების გამო მოხდა. მაშასე ვნახეთ ერთწუთიანი საინფორმაციო კოლაჟი. ახლა კი უნდა გადავინაცვლოთ ჩვენ სტუმრებთან. ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი, როგორც დავანონსეთ, იქნება ლევან შადბერაშვილი, თავისუფლების მოედნის წარმომადგენელი. მოგესალმებით. გამარჯობა. სტუმრობისთვის და საუბარი დავიწყოთ მოდით განათლების რეფორმაზე. რაკი ჩვენ ეთერამდე ამის შესახებ ვისაუბრეთ უკვე. განათლების რეფორმა, რომელიც დააგვიანოსა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ და შესაბამისად მერე უკვე განათლების მინისტრმა და მისმა მოადგილებმაც ისაუბრეს ამის შესახებ. ამ რეფორმის გარშემო საკმაოდ ბევრი კამათიც მოვისმინეთ ბოლო დღეებში და რეფორმა მოიცავს როგორც სასკოლო, ასევე უმაღლეს სასწავლებლებს და მერე უკვე პროფესორ ლექტორებს და მასწავლებლებსაც შეეხება. ფაქტობრივად ყველაფერს მოიცავს ეს რეფორმა და თქვენი შეფასება როგორი იქნება? მოდით დავიწყოთ ჯერ ზოგადი შეფასება ამ რეფორმის, რეალურად რას ემსახურება ეს რეფორმა, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით და არის თუ არა ეს პოლიტიკური ბრძოლის მორიგი ბერკეტი, მორიგი იარაღი ხელისუფლების ხელში? გამარჯობა კიდევ ერთხელ. მიხარია რომ მაქვს შესაძლებლობა ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრო, როგორც არის განათლების ეგრეთ წოდებული რეფორმა, რომელსაც უკვე დიდი ხანია ბევრის მიერ დაერქვა დეფორმა, იმიტომ რომ ის რეალურად არანაირად არ ემორჩილება ემსახურება უბრალოდ რაიმე სიახლეს, მისი მიზანი სიახლე და ინოვაცია არ არის, არამედ დეფორმაცია, უკანსვლა, რაც უნდა ითქვას, რომ საერთოდ მთლიან თავს ქვეყანას ბოლო დროს და ეს გამოჩნდა კიდევაც უნდა ითქვას ევროსაბჭოს ანგარიშში, რომ უკანსვლა ყველაფერში გვაქვს და ეს კიდევ ჩანაფიქრი არის, რომ კიდევ ერთი დიდი უკანსვლა მოხდეს ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემაში, ეს ერთი. უფრო კონკრეტულად რო ვიყოთ და უფრო კონკრეტულები რო ვიყოთ, უნდა ითქვას, რომ რა თქმა უნდა ეს ემსახურება პირველ რიგში კონტროლს, რაც შეიძლება მეტი კონტროლი არსებობდეს და რაც შეიძლება ნაკლები განათლება საზოგადოებაში, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ აქ აშკარად რაღაც მერკანტილური მიზნებიც იკვეთება, იმიტომ რომ რეალურად თავიდანვე, როდესაც რეფორმაზე არის საუბარი, დაიწყო საუბარი, პირველივე რაც ითქვა, ერთ-ერთი რაც ითქვა, ის არის, რომ ისინი აპირებენ, რომ ქალაქის ცენტრში არსებული საუნივერსიტეტო შენობები გაიყიდოს და მათ ადგილზე შეიძლება ბიზნეს ცენტრები აშენდეს ან სასტუმროები, არ ვიცი რაც შეიძლება რომ იყოს, ჯერ ეს ერთი რომ ეს თავად ნორმალური და თანამედროვე ქალაქის კონცეფციას ეწინააღმდეგება, ეს ძალიან არასწორია და ეწინააღმდეგება თავისთავად იმ ტრადიციას, რომელსაც ვითომ იცავენ. გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ ვის ხელში ჩავარდება ეს შენობები შეიძლება ვიბარაუდოთ, შეიძლება თავად და წესით დარიგით თავად ოცნებასთან დაკავშირებული ბიზნესმენები ან თავად ოცნების წარმომადგენლები შეიძლება გახდნენ ამ შენობების მფლობელები და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, რაც უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ მერკანტილურზე მიგვითითებს ისიც, რომ არ არსებობს არანაირი
პროექტი, ესე რომ ვთქვათ, ხო, აი მაგალითად ჩვენ ვიცით, რომ როდესაც თბილისის ახალი ნაწილები შენდებოდა, საქართველოს ვთქვათ, საბურთალო შეიძლება იყოს თუ რაღაც ახალი არა ძველი თბილისის საუბარი, ახალ თბილისზე, ჩვენ ვიცით, რომ იქ არსებობს უამრავი პროექტი, კონკრეტული არქიტექტურული ჩანაფიქრები, არსებობს მაკეტები, არსებობს ბიუჯეტი, არსებობს მთელი რიგი მოსამზადებელი სამუშაოები, რაც ჩატარდა და ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერი რაც კი კეთდება, ჯერ მოითხოვს ძალიან სერიოზულ დაგეგმარებას ამ ყველაფერსა. სად არის, როგორ არის, ამ ძალიან მცირე განათლებასთან და განათლების მეცნიერებასთან თითქმის არ დაკავშირებულმა, კი არა, არ დაკავშირებულმა ჯგუფმა რა წარმოადგინა, რა გვითხრა, როდის, რანაირად 3 წელიწადში ამბობენ, რომ ისინი გააკეთებენ და ჩაატარებენ რეფორმას, მაგრამ მე ვსვავ ესეთ შეკითხვას. ჩვენ ცხოვრობთ ისეთი ხელისუფლების პირობებში, რომელმაც წლების განმავლობაში ვარკეთილის მეტროს ჭერი ვერ გაარემონტა. და ისინი გვეუბნებიან, რომ სადღაც თქვათ რუსთავში ან ნებისმიერ სხვა ქალაქში, რომ თან აპირებენ, რომ ქალაქიდან გაიტანონ, ააშენებენ უშველებელ კამპუსს, სადაც მრავალი 10,000-ობით სტუდენტი დაეტევა. ანუ ჩვენ პირდაპირ ხედავთ ძალიან დიდ საფრთხეს, რომ აქ აშკარად გარდა იმისა, რომ კონტროლია ჩაფიქრებული და ამას წყალი არ გაუვა, რა თქმა უნდა, კონტროლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, არანაირი დაგეგმვა არ არის. ეს არის ძალიან არაპროფესიონალური ქცევა და რითაც იწონებს ხშირ შემთხვევაში ოცნება თავს, რომ ჩვენ კომპეტენტური ადამიანები ვართ და ოპოზიციაში არ არის ის ხალხი, რომელსაც შეუძლია რომ რაღაცა პოზიტიური დღის წესრიგი შემოგთავაზოს, პირიქით, აი ამ ყველაზე მნიშვნელოვანი დარგი, რაც კი არსებობს საქართველოში განათლების სფერო. ამ სფეროშიც კი აანონსებენ უშველებელ რეფორმას და იმ რეფორმაში საერთოდ არაფერი არ არის ნალაპარაკები იმაში, რა ვადებში, როგორ, ვისგან, რანაირად, როგორი ფორმა ექნება ამ ყველაფერს და ასე შემდეგ და ასე. თქვენ წარმოგიდგენიათ, ბოდიში დავამთავრებ, რომ თქვენ მაგალითად ვიღაცამ გითხრათ, რომ იცით რა არის, თქვენ ეხლა უნდა შეიცვალოთ ბინა და უნდა გადახვიდეთ, მაგრამ არ გითხრათ სად იქნება თქვენი ბინა, რომ რამდენი ოთახი გექნებათ, გექნებათ თუ არა ცხელი წყალი, გექნებათ თუ არა საერთოდ განათება და ასე შემდეგ და ასე დათანხმდებით თქვენ ამგვარ გადასვლაზე, სულ რომ საუკეთესო დანაპირები იყოს, არა, რა თქმა უნდა. დიახ, სწორედ ამასთან დაკავშირებით გვესმის საკმაოდ ხშირი კრიტიკა, რომ იმდენად უცბად მოხდა ჯერ ამ რეფორმის დაანონსება და მისი, ესე რომ ვთქვათ, მომზადება, რომ ფართო განხილვის საგანი არ ყოფილა საზოგადოებაში ეს და მესმის რაც საუბრობთ. ცალკეულ პუნქტებს რომ მივყვეთ ამ რეფორმის დავიწყოთ პირველ რიგში სასკოლო განათლებას შევეხოთ, საუბარი მაქვს იმაზე, რომ 12 წლიანი სწავლების ნაცვლად ეს იქნება 11 წლიანი სწავლება სკოლებში ამ რეფორმის თანახმად. რა შესაძლებლობას ართმევს ეს ჩვენს მოსწავლეებს პირველ რიგში საზღვარგარეთ გამგზავრების ფარგლებში და ბოლონიის პროცესი, რომელშიც ჩვენ ვართ ამ დრომდე ჩართული, რამდენად შეაფერხებს ჩვენს ურთიერთთავსებადობას ამ პროცესთან დაკავშირებით პირველ რიგში დასავლეთის და ევროპა, ამერიკის უნივერსიტეტებში სწავლის გაგზავნების კუთხით. რა თქმა უნდა, ეს უკვე ხელის გულზეა, რომ ეს დაარტყავს ძალიან სერიოზულად ამ ურთიერთობას ევროპასთან და საერთოდ ჩვენი ახალგაზრდების მომავალს და შესაძლებლობას, რომ წავიდნენ უცხოეთში და იქ ისწავლონ და ისინი ამბობენ, რომ იცით რა, ჩვენ გვინდა რომ ეს ხალხი აქ დავტოვოთ. თუ უნდათ რომ ხალხი აქ დატოვონ, მაშინ ეკონომიკას მიხედონ. ეს არის მთავარი. ისინი ამბობენ, რომ ეკონომიკა ორნიშნაა, მაგრამ ხალხს არაფერი არ ეთყობა. ამაზე, ანუ კი, გასაგებია ეს დაახლოებით ისეთივე რაღაცაა, რომ როდესაც ადამიანი გარეთ დგას რაღაცა შენობასთან, უყურებს რომ განათებულია ის, გაჭახჭახებულია სასახლე და იცის რომ ვერასდროს შიგნით ვერ შევა. აი ეს მდგომარეობაში არის, თუ ის რიცხვები და ციფრები მართალია, რომელსაც ჩვენ გვეუბნება ოცნება ქართველი ადამიანი, რომ ის ვერასდროს ვერ იქნება მონაწილე და არ ექნება წილი ამ ეკონომიკაში. აი ეს ასეა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ 600,000-ზე მეტი სიგარების ზღვარს მიღმა მოქალაქე არ გვეყოლებოდა და უამრავი და 100,000-ობით ბავშვი არ იქნებოდა საშინელ გაჭირვებაში ჩავარდნილი. ახლა რაც შეეხება თქვენს მიერ ნათქვამ ძალიან მნიშვნელოვან პუნქტს. ეს პუნქტი, რა თქმა უნდა, არის ის რომ 11 კლასი ეს არის მინიმუმი, რომელიც 12 კლასი ეს არის მინიმუმი, რომელსაც ითხოვს ბოლონიის პროცესი. თუმცა გარდა ამისა, თავისთავად ეს უბრალოდ ხუთტური კი არ არის ევროპული სტრუქტურებისა. ეს არის თვითონ
სწავლის თემატიკიდან და სწავლის მეთოდიკიდან გამომდინარე აუცილებლობა. ანუ ჩვენ სულ რომ არ ვიყოთ ბოლონიის პროცესში, ჩვენ გვჭირდება 12 კლასიანი განათლება. იმიტომ რომ მთელ მსოფლიოში ტენდენციაა ასე რომ თუ ადამიანებს უნდათ რომ გამოვიდნენ პროფესიონალები, თუ პოლიტიკოსებს უნდათ რომ მათი ქვეყნის მოქალაქეები პროფესიონალები გამოვიდნენ, ეს აუცილებლად სულ მცირე 12 წლიანი უნდა იყოს. გერმანია, რომელსაც ჩვენზე რამდენიმეჯერ და ბევრად უკეთესი განათლების სისტემა, მათ საერთოდ სკოლა 13 წლიანი აქვს. ხო? ასეთივე მდგომარეობა შეიძლება იყოს სხვა. მინიმუმი არის 12 წელი. მინიმუმი 12 წელი. ანუ სულ ბოლონის პროცესში არ ვიყოთ, ეს ძალიან ცუდად მეტყველებს ამ ყველაფერს. ისინი ამბობენ, რომ მე-12 კლასში ბავშვები არ დადიან სკოლაში. რატო არ დადიან? დიდი ბოდიში, ეს ბავშვების ბრალია თუ სისტემის ბრალია? ეგრე შეიძლება თქვა, რომ მე-11-შიც აღარ ივლიან, თუ არაფერი არ შეიცვლება. ხო, როგორც უყურებთ, ხო, ესე ძალიან ესეთი უცბად დამკვრელური მეთოდებით შემოთავაზებული რეფორმა, არაფერი სიახლე, უბრალოდ 3 წლის შეკვეცა მთლიანად ყველა დონეზე, საუნივერსიტეტო და ასევე სასკოლო დონეზე და გვეუბნებიან, რომ ამის გამო ივლიან მე-11 კლასში? არა, პირიქით ეს დაახლოებით ისეთივე რაღაცაა, რომ თითი რო გტკიოდეს და ამის გამო ხელი მოიჭრა. კი, გასაგებია, ხო, თითის ტკივილი აღარ გექნება, მაგრამ ხელიც აღარ გექნება ნამდვილად. ამაზეა საუბარი. გამ რეფორმის ფარგლებში ასევე ეს რეფორმა შეეხება მასწავლებლებსაც და მათ შორის ამ ჭრილში აბიტურიენტებსაც და გვიყურებს ახლა ალბათ ბევრი მასწავლებელიც და რეპეტიტორიც შესაბამისად და ამასთან დაკავშირებით მზადდება ინიციატივა, რომ მასწავლებელს თუ კი მას სურს, რომ დამატებით შემოსავალი მიიღოს იმ პირობებში, რომ საკმაოდ დაბალი ანაზღაურებაა სკოლებში მასწავლებლებზე, საჯარო სკოლებზე მაქვს საუბარი პირველ რიგში, თუ კი მას სურს, რომ დამატებით ანაზღაურება მიიღოს როგორც რეპეტიტორმა, მან უნდა მიიღოს კონკრეტული თანხმობა დირექტორის მხრიდან და ეს თანხმობაც არის ერთჯერადი და ერთწლიანი, ამის შემდეგ კვლავ განახლებადი უნდა იყოს ეს თანხმობა ამ რეფორმის პირობებში. ამაზე რას გვეტყოდით, რას ემსახურება რეალურად ეს ინიციატივა, ესე ახსნეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ მიზანი არის ის, რომ რეალურად უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს მოსწავლეების მხრიდან სასკოლო განათლებას, რომელსაც ამ შემთხვევაში ნაკლებად ენდობიან და ფაქტობრივად ყველა აბიტურიენტი გამოცდების ჩაბარების წინ მიდის და ემზადება რეპეტიტორებთან. ამ შემთხვევაში რეფორმის ეს ნაწილი რაზე მეტყველებს? ჯერ ერთი როგორც ყოველთვის ოცნება მომზადებელია იმისათვის, რომ როდესაც ამბობს, რომ ჩვენ უნდა დაუბრუნოთ ბავშვების სკოლას და მე-12 კლასში არ დადიან ბავშვები და ამის გამო ჩვენ ამავდროულად კონტროლს დაუწესებთ ჩვენს პედაგოგებს, რომ მათ შეათანხმოთ თავიანთი რეპეტიტორული საქმიანობა სკოლის დირექტორებთან, მაგრამ ამავდროულად ჩვენ ვერ ხედავთ ახალ სახელმძღვანელოებს ჯერჯერობით. ჩვენ ვერ ხედავთ როგორ დააბრუნებს ხედვას, ანუ ისინი თავაზობენ რაღაცა ფარატინა 4 ქაღალდი დაწერეს და ამ 4 ქაღალდის საფუძველზე ჩვენ უნდა დავიჯეროთ ყველაფერი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ როდის დაგვიშავებია რამე. ხო, ანუ მუდმივად ესეთ რაღაცას დღესაც, მაგრამ იმ დღესაც მაგალითად გამოვიდნენ და გვეუბნებიან, რომ ჩვენო არასოდეს ევროკავშირის მიმართ ცუდი და გადაბრუნებული სიტყვა არ გვითქვას. დღე არ გადიოდა პაპუაშვილი და არ ვიცი ნებისმიერი სხვა ქართველი პოლიტიკოსი რო არ გამოსულიყო და საშინელებები არ ელაპარაკათ ევროკავშირზე. მაგრამ დღეს მაინც გვიმტკიცებენ ამას, რომ ყველაფერი კარგად არის. იგივე არის ამასთან დაკავშირებით. არანაირი მომზადება არ არსებობს და ეს მომზადებლობა ჩვენ მიგვანიშნებს იმაზე, რომ მხოლოდ და მხოლოდ კონტროლი უნდა. რა კონტროლი უნდა იყოს? რა თქმა უნდა, ეს იქნება პოლიტიკური კონტროლი. ალბათ აზრების გაკონტროლება, ვინ როგორ რანაირად გამოთქვას თავის არ ვიცი ტელევიზიასთან, სოციალურ ქსელებში, სამეგობრო წრეში, არ ვიცი მაგალითად სამასწავლებლოში და ასე შემდეგ და ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული. რა თქმა უნდა, ოცნების წარმომადგენლებმა დაგვამშვიდეს, რომ ნუ გეშინიათ რეპეტიტორებს ეს არანაირად არ შეეხებათო, მაგრამ მაშინ რა შეასაჭირო ამგვარი პუნქტი ეგრეთ წოდებულ რეფორმაში, ხო? ანუ ეს ტყუილ უბრალოდ ნამდვილად არ არის. შეიძლება ისე ეუბნება, რომ თქვენ ოღონდ წყნარად იყავით და ჩვენ მოგცემთ უფლებას, რომ ირეპეტიტოროთ და მე ვისაც თქვათ მოუნდება რომ ხმა მოიღოს და ვინც გააპროტესტებს და ამის მიზეზი მას ექნება და ეს არ იქნება უბრალოდ მხოლოდ იმიტომ რომ მას რაღაცა ოპოზიციური სული აქვს. არა, აქ იმიტომ არის რომ ქვეყანაში ძალიან კონკრეტული პრობლემები გაჩნდება და რა თქმა უნდა პედაგოგიც არის ის ადამიანი რომელსაც აი ამ პრობლემების მაჯისცემაზე უდევს ხელი. და როგორც კი ის გააკრიტიკებს მას
გააკონტროლებენ და ეტყვიან რომ შენ არ აგაქვს ამის უფლება. ეს უნდა ითქვას, ბოდიში ერთსაც ვიტყვი, რომ ეს არ შეეხება მხოლოდ და მხოლოდ სასკოლო ეტაპს. ეს არის ყველა ეტაპზე და იქ იქნება ეს არის კონტროლის მექანიზმი და რამდენიც არ უნდა გვიმტკიცონ რომ ეს არ არის კონტროლის მექანიზმი, ეს არის კონტროლის მექანიზმი და დღევანდელ უნდა ითქვას, დღევანდელ განათლების კანონს ეწინააღმდეგება. ჯერ შეეცვალათ განათლების კანონი და საერთოდ მაგაზე ეფიქრათ ამ ყველაფერზე. და მერე დაეწერათ ეს რაღაცა გაურკვეველი კონცეფცია. იმიტომ რომ განათლების კანონში წერია რომ შეგიძლია სხვადასხვა უნივერსიტეტში ასწავლო, მაგრამ თავარი არის რომ ყველგან არ იყო აფილირებული, ერთგან უნდა იყო აფილირებული. და სინამდვილეში ჩვენ ისევ და ისევ ხედავთ რომ ისე მცდელობაა რომ ესე უცხოად მოგვატყუა. ხო, ასევე ამ რეფორმის ერთ-ერთი საკმაოდ საინტერესო პუნქტი იყო, როდესაც ირაკლი ყობახიძემის წარადგინა, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპი. ამაზე რას გვეტყოდით, რამდენად გაამართლებს საქართველოში ეს პრინციპი, რადგანაც როგორც ვიცით, ძირითადად უნივერსიტეტების აბსოლუტური უმრავლესობა არის თავმოყრილი არა თუ უბრალოდ თბილისში, არამედ თბილისის ცენტრალურ ნაწილში. და რამდენად შესაძლებელია ჯერ ამ რეფორმის გაკეთება, მეორე სტუდენტებისთვის რამდენად დიდი სირთულე იქნება ამ შემთხვევაში უკვე სხვა ქალაქებში გადანაწილება და ზოგადად ქართულ რეალიებს შეესაბამება თუ არა აი ეს ინიციატივა. საერთოდ რამე რეალია შეესაბამება ეს ინიციატივა, ეს შეკითხვა მაქვს, მაგალითად, როდესაც ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენ ისინი შექმნიან კარგ საგანმანათლებლო სისტემას, ეს რასთან, აი რა გამოცდილებას ეფუძნება, ხო? მაგალითად დავფიქრდეთ. ისინი გვეუბნებიან, რომ ერთი ქალაქი, ერთი უნივერსიტეტი. სად არის ეს? აი მაგალითად ევროპაში და თან გუშინ თქვენს, რომ ჩვენ ისევ ევროპის გზაზე ვდგავართ. კარგი, მაშინ გადავხედოთ აბა ევროპის ქალაქებს. რამდენი უნივერსიტეტია მაგალითად ბერლინში? ერთია? ორია? სამია? თუმცა ფაკულტეტზე იყო საუბარი. ხო, მაგრამ დიდი მოდიში, მაგრამ ეს ხო თავისთავად ცხადია, რომ ბერლინის მაგალითად თავისუფალ უნივერსიტეტი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი ერთგანაც არის მათემატიკის ფაკულტეტი და მეორეგანაც არის მათემატიკის ფაკულტეტი. და არა მარტო ეს ორი უნივერსიტეტია, არამედ დაახლოებით 20 უმაღლესი სასწავლებელია ბერლინში. პარიზში დაახლოებით 17 სასწავლებელია. კოლნი, რომელიც პატარა ქალაქია ამ ორთან შედარებით, თუ არ ვცდებით 15 თუ ძალიან ბევრ სასწავლებელს ითვლის. ეს არის ძალიან არასწორი დამოკიდებულება. და ისევ ესეც კონტროლზე არის მიმართული. თქვენ წარმოიდგინეთ, რეალურად მეცნიერების განვითარება, ისტორია, თუ დავაკვირდებით, არის იმაზე, რომ სხვადასხვა ქალაქებში, სხვადასხვა და თუნდაც ერთი და იგივე ქალაქში, ბევრი ძალიან ისეთი ავტორიტეტული მეცნიერი იყო, რომელიც სხვადასხვა გზას ანვითარებდა მეცნიერებისა. ანუ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ თქვათ გერმანიაში ეთქვათ, რომ იცით რა არის, ჩვენ გვინდა რომ მხოლოდ და მხოლოდ ბერლინში იყოს ფიზიკის ფაკულტეტი და თქვათ ჰაიდელბერგში არ იყოს და მარტო აინშტაინისთვის დაეტოვებინათ კათედრა და ჰაიზენბერგისთვის და სხვა არ ვიცი ნილს ბორისთვის ან ვიღაცისთვის უარია თქვათ ამ ყველაფერზე. ეს ხო სიგიჟეა. ანუ ეს არასწორია თავისთავად. მეორეც რაც თვითონ გადაცემის დასაწყისში ვთქვით, ხო? ამაზე როგორ მოაბავენ თავს, ჯერ კიდევ ერთხელ ვამბობ. ჯერ ესე არის, რომ ჯერ შენდება რაღაცა და მერე შედიხარ. ჩვენ გვეუბნებიან, რომ თებერვლიდან გადაწყდება ყველაფერი და 3 წელიწადში ყველაფერი მოგვარდება. ანუ ისინი გვეუბნებიან, რომ ან უნდა შეამცირონ ძალიან დიდი რაოდენობა სტუდენტების და ამავდროულად ეს თავისთავად ცხადია, რომ 12000 პროფესორ მასწავლებელისგან, რომელიც უნივერსიტეტებში და უმაღლეს სასწავლებლებში ასწავლის, როგორც კი ეს ერთი მაგისტრატურა, ერთი დოქტორანტურა მოშორდება დაახლოებით 3000 ადამიანი, შეიძლება მეტი 4000 ადამიანი დაკარგავს ადგილს და ეს არ იქნება წმინდა პოლიტიკური მიზეზებით, რომ იქ ვიღაცა ოპოზიციას უჭერდა მხარს, ან პოზიციას და ასე შემდეგ. არა, ეს იქნება სუფთა ეგრე რასაც ისინი ეძახიან ოპტიმიზაცია. არანაირი ოპტიმიზაცია ეს არ იქნება. ეს იქნება ზიანი, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ ავანაზღაურებთ, გაგვიჭირდება. და გარდა ამისა, როგორ უნდა, აი თქვა, თუ უნდა გაიყვანონ ეს მთელი უნივერსიტეტები თბილისიდან.
სად უნდა წაიყვანონ? გვანახონ ის კამპუსები, კიდევ ერთხელ ლაპარაკო, ხო? ანუ და ესე იგი რა უნდა იყოს? რაღაცა ძველ შენობებს იპოვიან ალბათ და იქ უნდა შეიყვანონ ეს სტუდენტები და მასწავლებლები. და დაუვა ეს შენობები თანაც აი ამ რაოდენობით. იქ იქნება თუ არა ელემენტარულად ხო წყალდაყვანილობა, კანალიზაცია, დენი იქნება მიყვანილი, ყველაფერი. ამას ხო სერიოზულად უნივერსიტეტი ეს ხო რაღაცა ოთახი არ არის, სადაც ადამიანები შევლენ და მასწავლებელი უბრალოდ წაიკითხავთ. აქ არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც არის ლაბორატორიებთან დაკავშირებული, ბიბლიოთეკებთან და ასე შემდეგ. ეს არ არის რომ ვიღაცამ თავის ერთოთახიანი ბინა დაცალოს, მაგასაც ძალიან დიდი დრო უნდა სხვათა შორის. ერთოთახიანი ბინა დაცალოს და მერე სადღაც სხვაგან გადაიტანოს მთელი თავისი ნივთები. ამასაც ლოჯისტიკა ჭირდება და ეს არასერიოზულია. გასაგებია ამ რეფორმის გარშემო აი ბოლო კითხვას დაგისვამთ მე სხვა თემებზე გადავალთ ასევე სამწლიანი ირაკლი კობახიძის კიდევ ერთხელ სიტყვებს მოვიშველიებ ცალკეული გამონაკლისების გარდა ზოგიერთ პროგრამაზე სამწლიანი სწავლების ნაცვლად იქნება 4-იანის ნაცვლად უბრალოდ იქნება სამწლიანი ბაკალავრი და მაგისტრატურის შემთხვევაშიც 2-ის ნაცვლად იქნება 1-წლიანი მაგისტრატურა. კრედიტების განაწილება არ ვიცი ეს ყველაფერი რამდენად არის რეალური, აი არ მნიშვნელოვანი ინიციატივა და ცალკეული გამონაკლისების გარდა, ოღონდ როგორც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომელ ფაკულტეტებს შეიძლება ეყოს საერთო ჯამში 4 წლიანი სწავლება ბაკალავრის და მაგისტრის. გამონაკლისები ყოველთვის არსებობს. მაგალითად, ბლეს პასკალმა 12 წლისამ მიაღწია ისეთ სიმაღლეებს გეომეტრიაში, რომ გაუსწრო კიდევაც ევკლიდეს გეომეტრიას და ძალიან დიდი და თქვათ მაგალითად მამამისისთვის პირველი კომპიუტერის ანალოგი გამოიყო და შეიძლება ვიღაცა გენიოსი დაიბადოს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს საქართველოში ამგვარი ხალხი გაჩნდება, მაგრამ გამონაკლისი არ აწესებს წესს. შეიძლება ვიღაცამ ამის საწინააღმდეგო უთხროს, მაგრამ ეს ასე არ არის. წესი გვეუბნება ერთ რაღაცას. მაგალითად, გერმანიაშიც არსებობს და სხვა ევროპულ ქვეყნებშიც არსებობს მაგალითად ამგვარი სისტემა 3+1. მაგრამ როგორც გითხარით, გერმანიაში ჯერ სასკოლო განათლებაა 13 წლიანი და ის გიმნაზიის პერიოდი ძალიან სერიოზული განათლებით გამოდის ადამიანი, იქიდან შეიძლება ძველიენები, მკვდარიენები გამოიტანოს ახალგაზრდა სკოლის მოწაფე. და მეორე რასაც გვეუბნება ევროპული გამოცდილება, უმეტესობა იმ ხალხისა, რომელიც აბარეს 3+1-ზე, ვერ ასწრებს 3+1-ში ჩატევას. და კიდევ დამატებითი წლის აღება ჭირდებათ და შეიძლება მეტისაც. ეს თვითონ გვეუბნება ბევრად უფრო გამართული საგანმანათლებლო სისტემების გამოცდილება ამას გვეუბნება. კი გავაკეთოთ თუ ესე ძალიან გვინდა, მაგრამ რატომ უნდა ავიკიოთ აუტკივარი თავი, როდესაც განათლება უკვე გვეუბნება რომ არ შეიძლება. გარდა ამისა არსებობს უამრავი ძალიან ბევრი და ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ გამონაკლისები, არ ვიცი რომელს გულისხმობდა გამონაკლისებში, მაგრამ უამრავი საკითხი რომელსაც უბრალოდ არ ეყოფა 3 წლიანი სწავლა და საერთოდ რა დამოკიდებულება აი მაგალითად 3 წლიანი სწავლა კლასიკურ ფილოლოგიაზე და 1 წლიანი სწავლა კიდევ კლასიკურ ფილოლოგიაზე ძველი ენები და თან ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეს არ არის ბაზრისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დარგები ეს არის თვითონ კულტურული გარემოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დარგები წელიწადში აი ელემენტარულად ევროპულ ენას ვერ შეისწავლე სასაუბრო დონეზე ხო მაგაზე არის საუბარი და იქნებ დავფიქრდეთ ამ ყველაფერზე და ნუ დავაზიანებთ იმას, რომელიც ისედაც დაზიანებულია, წლების განმავლობაში დაზიანდება და უფრო უარეს დღეში ნუ ჩავაგდებ და თან ესეთი სისტრაბით. რა ხდება? მე ამას ვფიქრობ. გასაგებია რომ კონტროლი უნდა, მაგრამ კონტროლი ამგვარად დამყარდება? ასეთი დაზიანებით სისტემისა კონტროლი დამყარდება? არამც და არამც. მე ესე მგონია, ანუ თვითონაც თუნდაც იმ კონცეფციის, თავიანთი კონტროლის კონცეფციიდანაც კი არიან ძალიან არასწორ გზაზე. და მე ვუჩვენ რომ ესე არ გავითარდეს. დიახ, განათლების რეფორმა დროებით გვერდზე გადავიდეთ და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესის შესახებ ვისაუბროთ არჩევნილ დროში, ვთქვათ, გიორგი კახარიას ამბავზე აუცილებლად და მიხეილ სააკაშვილი რომ ციხეში გადაიყვანეს ეს უკვე ვიცით. მანამდე გიორგი კახარიაზე ვისაუბროთ, მის მიმართ პროკურატურამ უკვე დაიწყო, აქამდე პრინციპში ოპოზიციაში დაანონსდა ეს ამბავი, მაგრამ გუშინ უკვე ოფიციალურად გაჟღერდა რომ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, კერძოდ ეს საქმე ეხება ორ ეპიზოდს, ერთი მხრივ ჩორჩანა საგუშაგოს
განთავსებასთან დაკავშირებით დააკედავებიან გახარიას, რომ მან თვითნებურად დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც გარკვეული სახის ზიანი მიაყენა სახელმწიფოს გამოძიების ვერსიით და მეორე ამბავი არის ის, რომ 2019 წლის 21 ივნისს, ანუ ეგრეთ წოდებული გავრილოვის ღამეს მომხდარი მოვლენები ასევე დაბრალდა თავიდან ბოლომდე გიორგი გახარიას. ერთი მხრივ თქვენი შეფასება საინტერესო იქნება როგორც ამ ბრალდების მიმართულებით, ასევე ზოგადად კონტექსტი, რომ ავიღოთ ამ დროს, როდესაც გახარია ისეთ საზღვარგარეთ არის იმყოფა გერმანიაში ამ დროს, ეს ბრალდება არის თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული ერთი მხრივ და რამდენად ეთანხმებით საერთოდ ამ ბრალს? ხო, რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდება არის. როგორ შეიძლება საერთოდ მე დავეთანხმო იმ ბრალდებას, რომ თუნდაც იმ პოლიტიკოსმა, რომელიც მე საერთოდ არ მეციმპათიურება, სიმართლე რომ თქვა, საგუშაგო დადგა იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეები დაეცვა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის საზღვარზე, ესე ვთქვათ, რომელსაც ჩვენ არ ვაღიარებთ ხოლმე. რა თქმა უნდა. არა, ეს რეალურად ცუდი ნამდვილად არ იყო. მეორეც, როდესაც ამას ლაპარაკობენ დიდი ბოდიში, ძალიან სერიოზულად მაინტერესებს. ანუ როგორ მოხდა, რომ ანუ თვითონ ჩუმად ღამე გაიპარა მარტო გახარია და მარტო მააშენა ეს საგუშაგო? იქ ჩვენ რისთვის აგვაქვს ინსტიტუციები საერთოდ? ხო, თუნდაც რო გავყვეთ ამ ბრალდებას, რომელსაც არ ვეთანხმები. როგორ რისთვის აგვაქვს ინსტიტუციები, რომ იქ ბრძანება იწერება, ბრძანების შემდეგ კიდევ ერთი ბრძანება იწერება. იქ მთელი ამბავი ხდება, ვიღაცა მიდის, აკეთებს, გამოიყოფა თანხა, თუნდაც საგუშაგო ხო ესე არ არის, რომ დევიდ კოპერს უნდა გააჩინოს რომელიღაცა, ხო, ანუ ეს რაღაც ჯადოქრები არ არიან, რომ უცბად სისტემური გადაწყვეტილება, რომელსაც ძალიან სერიოზული მონაწილეობა და განხორციელება ჭირდება. ყველა ეს ჩვენ ამაზეც ხო ვუყურეთ ახლა ის დიდი ხნით თვეების წინ დაიწყო ამაზე ლაპარაკი. ყველა გამოდის, მე არ ვიცოდი, შემთხვევით დავინახე. მართლა ეს ჩემგან უჩუმრად მოხდა. თუ შენგან უჩუმრად მოხდა დიდი ბოდიში, ესე იგი შენ არა კომპეტენტური ხარ და თუ არ მოხდა კიდე, ესე იგი რაღაცა კანონიერი იყო აშკარად, ეს ერთი. მეორეც რაც შეეხება ხო 21 ივნისზე. აი, სწორედ ამასთან დაკავშირებით 2019 წლის 20 ივნისის ამბებზე და აი თუ კი ჩორჩანას ეპიზოდზე ოპოზიციის წარმომადგენლებიც თანხმდებიან, რომ აქ გახარია მართალია და ქართული სახელმწიფოს ინტერესებს იცავდა, აი გავრილოვის, ეგრეთ წოდებული გავრილოვის ღამის მოვლენებში ოპოზიციის საკმაოდ დიდი ნაწილი დღემდე ამტყუნებს გიორგი გახარიას. მეც ვამტყუნებ, რა თქმა უნდა. ამასთან დაკავშირებით მეც ვამტყუნებ მას, მაგრამ დიდი ბოდიში მე ვერ გავამტყუნებ მას იმათ სასარგებლოდ, ვინც მას ამართლებდა. ხო, ჩვენ ხო ვიცით, კობახიძე რაც ამბობდა. ბუზი ბზუის, გახარიასთან ყველა ტყუის. ხო, აი ესეთ რაღაცა ბავშვურ რაღაც ცუდ ლექსებს ამბობდნენ. ხო, ანუ რომ გახარია არის საუკეთესო პრემიერი, გახარია ყველაფერი სწორად გააკეთა და პრემიერი კი არა, საერთოდ მოდი ესეთი რაღაცა ვთქვათ. რა მოხდა ეს ხალხი, რომლებიც დღეს ამას ლაპარაკობენ, რომ გახარია არის და deep state-ის აგენტი, იმიტომ რომ დარეკეს თურმე რომელიღაც საათზე, რომელიღაც ტელეფონის ნომერზე, რომელიღაც ტელეფონის ნომრიდან გაუგებარი რო არის, ხო? ანუ ეს ტყუილების მთელი კასკადი, რომელიც არის და შემოდის მუდმივად, ყოველდღიურად, მაგალითად, მე რო თქვენ გითხრათ, ბოდიში, აი, რომ იცით რა, ეს ახლა დამირეკეს, რომ უნდა გავწყვიტოთ გადაცემა. თქვენ რას მეტყვით? თქვენ მეტყვით, რომ ვინ დაგირეკა? რომელ საათზე დაგირეკა? აბა ერთი მალაპარაკე. ხო? ესეთი რაღაც არის. მე გახარიას ვამტყუნებ იმ დარბევაზე, რაც მან ჩაიდინა და მე მგონია, რომ ეს არასწორი იყო, რა თქმა უნდა, და მაგრამ ლაპარაკი იმ ადამიანებისგან, რომელმაც მე ეს კაცი დააწინაურა. ანუ ეს ხო ესე არ იყო, მაგალითად შეიძლებოდა რომ თქვა ჩვენ ნიშნად მიგვეღო, რომ აი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო გახარია და ის დააქვეითეს და გადაიყავანეს რაღაც სხვა ამ მოვლენების შემდეგ. ამ მოვლენების შემდეგ პოლიტიკური ჯილდო მიიღო ამ კაცმა. და რაზე გვაქვს საერთოდ ჩვენ ლაპარაკი, ხო? ანუ ეს პოლიტიკურად მოტივირებული კი არა, პოლიტიკური ამთლიანად ეს ყველაფერი. და ჩვენ გვინდა და მე იმედი მაქვს და ეს აუცილებლად მოხდება, რომ ეს საქმეები, რომლებიც არის გახარიასთან დაკავშირებული თუ ნებისმიერ რაღაცა
ეს საქმეები დაბრუნდება და ეს საქმეები პოლიტიკური კი აღარ იქნება, ეს იქნება სამართლებრივი. იმის შემდეგ, რაც სამართლებრივი სახელმწიფო დაბრუნდება საქართველოში და ნამდვილი სასამართლო გვექნება. მოუწევს პასუხისგება პროკურორს. არ ვიცი, მე ვერ გეტყვით ახლა რას გადაწყვეტ. პასუხის გაცემა მოუწევს და ამ სასამართლოსთან, რომელსაც საერთოდ აზრი აქვს დაკარგული და რომელთაც მიდიან პირდაპირ ცრუმოწმეები, თვითონ მოსამართლეები ხედავენ, როგორ იტყუებიან და თვალს ხუჭავენ. ამ სასამართლოსთან როგორ უნდა ან რამე იმედი უნდა მქონდეს, ან როგორ შეიძლება გამიშდეს რაიმე ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული არ არის. დიახ. მიხეილ სააკაშვილზეც მინდოდა რომ ბოლოს კითხვა და მესვა და დროში საკმაოდ შეზღუდული ვართ. ის გადაიყვანეს ციხეში რამდენიმე წლიანი პატიმრობის შემდეგ კლინიკა ვივამედში. რატომ მაინც და მაინც ახლა, რატომ მაინც და მაინც ამ პირობებში საინტერესო იქნება ამას დაკავშირებით თქვენი შეფასება. სამწუხაროდ მე არ მაქვს წარმოდგენა ახლა რატო გადაიყვანეს, ამ პირობებში რატო გადაიყვანეს, შეიძლება შიგნით რაღაცა მოილაპარაკეს და თქვეს, რომ რაღაცნაირად იმისათვის, რომ უფრო სამართლიანად გამოჩნდეს ის უსამართლობების კასკადი, რომელიც ჩვენ აქამდე ვლაპარაკობდით და რომელიც წელიწადზე და 2 წელიწადზე მეტია გრძელდება, ახლა ისევ პოლიტექნოლოგიური თვალსაზრისით კარგი იქნებოდა მისი გადაყვანა ციხეში. რაც ხო, არ ვიცი, რაც მე შეიძლება თქვათ ოცნების ელექტორატის რაღაც ნაწილს, რომელიც მგონია, რომ უკვე მათი მოტყუება შეუძლებელია, ნაწილისთვის რაღაცნაირად გულზე მალამად ნუდებოდა. ვერ გეტყვით, მე არ შემიძლია აი ამ როგორ ვთქვათ, ისეთ სიტუაციაში, როდესაც ქვეყანა საშინლად მზიანდება, აი ამ პოლიტექნოლოგიებზე ესე სერიოზულად ლაპარაკი. ისე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი საქმე არის მიხეილ სააკაშვილის საქმე და დარწმუნებული ვარ, რომ მოვა დრო, როდესაც ჩვენ ყველაფერს გავიგებთ და სამართლიანად მოხდება ამ ყველაფრის განხილვა და არა ისე, როგორც ახლა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ლევან, ჩვენი გაცემის პირველი ნაწილის სტუმარი იყო შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს ლევან ჩაპერაშვილი, მოძრაობა თავისუფლების მოედნის წარმომადგენელი, ახლა კი მცირე სარეკლამო პაუზის დროა, რომლის შემდეგაც გაცემის მეორე ნაწილი კვლავ პირდაპირ ეთერში ძალიან მალე დაგიბრუნებით, ამიტომ დარჩით ჩვენთან. მაშასე კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გიბრუნებით ეთერში, გადაცემით ნიუსრუმი და ჩვენი გაცემის მეორე სტუმარი დღეს გახლავთ პარტია გახარია საქართველოსთვის წარმომადგენელი გიორგი ჭანტურია. მოგესალმებით გიორგი, მოგესალმებით. საუბარი კი დავიწყოთ, არ იქნება გასაკვირი, ბოლო გუშინდელი ამბით თქვენი პარტიის ლიდერი გიორგი გახარია, რომელიც ამჟამად იმყოფება ევროპაში, მის მიმართ ცეცხლის სამართლებრივი დევნა უკვე ოფიციალურად დაიწყო. ეს დაანონსებული ამბავი იყო პრინციპში ოპოზიციურ სპექტრში და არა მხოლოდ ოპოზიციურში, ქართული ოცნების წარმომადგენლებიც ამას ამბობდნენ, რომ ეს სავარაუდოდ მოხდება. ორ ამბავს ეხება ეს გამოძიება, კერძოდ ერთი არის ჩორჩანას ეპიზოდი, რაზეც მეტნაკლებად ოპოზიციაშიც არის თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ეპიზოდში გიორგი გახარია ნამდვილად მართალი იყო. მეორე ამბავი არის 2019 წლის ივნისის მოვლენები, ეგრეთ წოდებული გავრილოვის ღამე, რაშიც მათ შორის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ბოლომდე არ ამართლებენ გიორგი გახარიას. თქვენი პოლიტიკური პარტიის მიზნები ამის შემდეგ როგორ შეიცვლება, რა არის თქვენი გეგმები, ზოგადად დავიწყოთ და მე კონკრეტულ კითხვებს უფრო მოგვიანებით დაგისვამთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით მაყურებელს. ბოლო კითხვით დავიწყებ, მაშინ ჩვენი პოლიტიკური პარტიის მიზნები თუ შეიცვლება. გუშინდელ ფაქტიდან გამომდინარე, ჩვენ კაფეში შეგვიძლია გამოცხადოთ, რომ ჩვენი მიზნები არ იცვლება. იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ პარტია და ადამიანების ჯგუფი, რომლებიც კონკრეტული პირადი ინტერესებიდან მიზნებს იცვლის. ჩვენ თავიდან ჯერ კიდევ 2021 წლის იმ დღიდან, როცა პარტია შევქმნით, ვიცოდით რა გზას გავდიოდით და ვიცოდით, რომ შესაძლო იყო ეს დღეს დამდგარიყო. ჩვენი პარლამენტის შესვლაც ჩვენი მიზნის ერთ-ერთი ფრაგმენტი არის, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენ გადაწყვეტილება, ჩვენ ზუსტად ვიცით, რას ვაკეთებთ. ჩვენი მთავარი საქმე არის საქართველოს დავაბრუნოთ პოლიტიკა და ადამიანებს ვესაუბროთ. ქართული ოცნება ძალიან შეეჩვია ბოლო პერიოდია, რომ პარლამენტში საკრებულოებში კომფორტულად მარტო გრძნობს თავს და ძალიან მარტივი არის, როცა ყველა ინსტიტუტი შენი არის, ყველა მედია საშუალება პროპაგანდისტული შენი არის, ყველა ტრიბუნა შენი არის, ელაპარაკო ადამიანებს და
უთხრა ისეთი ტყუილები, რომლებიც შეიძლება დაუჯერებელიც კი იყოს ერთი შეხედვით, მაგრამ ამ ტყუილებს მეორე მხრიდან არგუმენტები არასოდეს არ დაეჯახა მეორე მხრიდან ეს ტყუილები იყიდება, ჩვენ ამის ფაქტის მომსწრები ვართ. ხარ დავუბრუნდეთ გუშინდელ თემას პროკურატურის ეგრეთ წოდებულ ბრიფინგს, სადაც უკვე ფორმალურადაც ბრალი წარუდგინეს გიორგი ახარიას 3 წლიანი მუხლით აბსურდულ საქმეებზე 20 ივნისი და ჩორჩანას საქმე არის ისტორიული ფაქტი ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ჩორჩანის საქმე არის кейსი, ერთ-ერთი кейსი ბოლო წლების განმავლობაში, რასაც ქართულ სახელმწიფომ შეძლო და მშვიდობიანად დაიცვა საკუთარი ტერიტორიები და ეს გააკეთა მშვიდობიანად ხალხოსმა მამას. თქვენ ასევე აღნიშნეთ და გამოკვეთეთ თქვენ თვითონვე ეს ორი ფრაგმენტი თქვენს კითხვაში, რომ აი ჩორჩანასთან დაკავშირებით ოპოზიციურ სპექტრშიც კი თანხმდებიან, რომ ახარიას გამტყუნება აბსურდი არის, მაგრამ 20 ივნისთან დაკავშირებით ოპოზიციაში სწორ ჭოფობენ. სულსაც ამიტომ გაერთიან ქართულს რომ ეს ორი საქმე, იმიტომ რომ ერთის მხრივ ჩორჩანეს აბსურდული საქმე, რომელიც ვერ ყიდის საკუთარ არჩეულშიც და ვერც ოპოზიციურ სპექტრშიც, მაგრამ ოპოზიციური სპექტრის გარკვეულ ნაწილს მიუგდო 20 ივნისის кейსი, რომ ეს თემები როგორღაც დაებალანსებინა. ხა ყოფილიყო ალბათ გახლეჩის საფუძველი რა თქმა უნდა, მაგრამ მანამდე მოდით ვახსენოთ თქვენივე პარტიის გადაწყვეტილება პარლამენტში და შესვლასთან დაკავშირებით მეორე მხრივ ოპოზიცია დაგეპირისპირებთ, სხვა დანარჩენი ოპოზიცია დაგეპირისპირებთ ამ არგუმენტს, რომ თქვენ შეხვედით პარლამენტში და ესეც გახდა მაშინ გარკვეულწილად განხეთქილების საბაბი თქვენსა და სხვა ოპოზიციურ გაერთიანებებს შორის, რადგანაც გუშინ ყავდა სტუბრად ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი და მან სისტემური ოპოზიცია გიწოდათ, რას დაუპირისპირებდით მათ ამ არგუმენტს? ეცით რა არის ზოგადად ამ გარკვეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების კომენტარები ჩვენი პარტიის წევრების მიმართ და კონკრეტულად გიორგი ახარიას მიმართ ახლა ჯერ კიდევ 2021 წლის დღეებიდან, როცა პარტია შეიქმნა, იმ დღეებიდან გვახსოვს, რომ რუსულ პროექტს ბიძინა ივანიშვილის გეგმა B, C და D და ასე შემდეგ გვეძახდნენ და ჩვენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა და არც ექნება არასოდეს. ვინმეს თუ გონია, რომ პარლამენტში შესვლით გაიყო ჩვენი გზები, ძალიან ცდება ჩვენი გზები აქამდე გაყოფილი იყო და ჩვენ არასოდეს მათ გარკვეულ ამ ოპოზიციურ პარტიებთან არანაირი თანამშრომლობა რაღაც საკითხებთან დაკავშირებით არ გქონია. ახლა თუ ჩვენ იმას გულისხმობთ, რომ ევროპული მომავლის გადარჩენა და ადამიანების ჯანმრთელობა რომ უნდა დავიცვათ საქართველოში, ამაზე რა თქმა უნდა ორი აზრი არის, რომ ვითანამშრომლოთ ნებისმიერთან, იმიტომ რომ ზეპარტიული და საკითხები არის. ეხლა ადამიანები, რომლებიც 4 ოქტომბრის შემდეგ გამოდიან და კიდე აქეთ ხილიკობენ ადამიანები, რომლებიც 4 ოქტომბრის შემდეგ თურმე 5 ოქტომბერს ეკრანებიდან ეძებდნენ, ვინ სად იყო და სად იდგა და 4 ოქტომბერი რომ ჯერ კიდევ ვერ გადაუხარშავს და ეს ადამიანები გამოდიან და იხვეწებიან, რომ 4 ოქტომბერი გადავფუსლო და დავივიწყოთო. ხა ეს ადამიანები ჩვენ გვიკითხავენ მორალს და მეგობრებო, გასაგები არის, რომ პოლიტიკურ სპექტრში ახლა ადამიანებს სხვა სტრატეგიები გვაქვს, რომ ხელისუფლება დავამარცხოთ, ადამიანებს სიმართლე უთხრა და ასე შემდეგ, მაგრამ წარმოუდგენელი არის ესეთი რამე, რომ პარტიის ერთ-ერთი პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დაწერა სტატუსი, რომელიც მიუსმა გიგლაუს და ნიკა გვარამიას, რომ თურმე ამ ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციურმა პარტიამ წინა საარჩევნოდ 40 მილიონი არწაიდან მოიტანა, მხოლოდ იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობა დაეშალა და შემდეგ ეგრეთ წოდებული ოცნების საქმე გაეკეთებინა, ამ ადამიანებს ამაზე კითხვები არ უჩნდებათ და ეს კითხვები მოდის ყოველთვის ჩვენი მიმართულებით და სასაცილოც კი აღარ არის ეს უკვე, იმიტომ რომ წარმოუდგენელ დღეს ჩაიგდეს თავი. 4 ოქტომბრის მერე სანამ ეს ადამიანები არ აღიარებენ იმას, რომ 4 ოქტომბერმა ქართულ ოცნებას ბოლო 1 წლის განმავლობაში ეს დაგროვებული არალეგიტიმურობა, ეს დაგროვებული შიში ქვეყნის შიგნით ადამიანის უნდობლობა უბრალოდ გაუმყარა. თუმცა ერთ წლის განმავლობაში ბოლო 24 წლიდან 2025 წლის 4 ოქტომბრამდე ქართულმა საზოგადოებამ რაც შეძლო რუსთაველზე ერთად დგომით და გარკვეულმა პოლიტიკოსებმა რაც შეძლეს, ქართული ოცნების ამომრჩეველს გაუჩნეს გონივრული ეჭვი, რომ ქართული ოცნება არ ადგას იმ გზას, რასაც ქართული ოცნების ამომრჩეველს ელაპარაკებია. რა კი პროტესტი ახსენეთ? დავასრულებ ამას და დავუბრუნდ. ანუ მიმდინარე პროტესტი მინდა. კი ბატონო, მიმდინარე პროტესტი 4 ოქტომბერს გარკვეულმა ოპოზიციურმა სპექტრმა ოცნებას აჩუქა უბრალოდ
ლეგიტიმური არგუმენტი იმის, რომ მე რასაც გეუბნებოდით, რომ ესენი არანორმალურები არიან, გამათ რამე კარგი კი უნდა ქვეყანაში დამხობას ხელისუფლების და ახალაიებს ფოტოები გამოფიტეს 3 ოქტომბერს, ისე რომ თითქოს ეს ნორმალური ყოფილიყო და ვიღაცა ადამიანებს სანიკიძე მოასწრეს ქართულ საზოგადოებას, თავს ვითომ ეს ამაში პრობლემა არ ყოფილიყო. მე ეს ადრე რომ გამოიყენა. ეს პროტესტი დაიწყო. ეხლა ჩვენ გვინდა ვაღიაროთ, გვინდა არ ვაღიაროთ, სიმართლეს სვალი მოგაუსწროთ 4 ოქტომბრის შემდეგ პროტესტი ისეთი აღარ არის, როგორც იყო აქ. ბევრჯერ ახსენეთ 4 ოქტომბერი, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ 4 ოქტომბერს არ იყო ამ გნებავთ რაც გნებავთ ის დავარქვათ ოპოზიციური აქცია თუ ამბოხის მცდელობა თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ არ მონაწილეობდა ყველა ოპოზიციური გაერთიანება, რომელზეც მე მაგალითად მქონდა წეგან აქცენტი. ზოგიერთი გაემიჯნა ასევე, ეს უნდა ითქვას და ზოგიერთი არ დაეთანხმა და გაემიჯნა მხოლოდ მას შემდეგ, როცა 4 ოქტომბერი ჩაიხურა და ყველამ დაინახა, რომ 4 ოქტომბერს უკვე ოცნება ლიდერობდა 4 ოქტომბრის თემაზე და ოპოზიციურ სპექტრი, თორემ სხვანაირად უნდა თვალებულიყო იქ იზღე ღმერთმა უწყის ეგ რიგით პოლიტიკოსები რას გაემიჯნებოდნენ და რას არ. ჩვენმა პოლიტიკურ პარტიამ ორი კითხვა დავსვით. 2020 წლის არჩევნებამდე დავსვით კითხვა კონკრეტულმა პარტიამ 40 მილიონი საიდან მოიტანა, რომ თუ ეს პარტია ამბობს, რომ რუსული რეჟიმია, ავტოკრატიული რეჟიმია, ყველაფერს ლუქავენ, ყველაფერი საიდან გაუჩნდა პარტიას 40 მილიონი წინასაარჩევნოდ. ეს კითხვა ჩამოვკიდეთ ჩვენ. არავინ ამ კითხვის პასუხი არ გასცემ. ოკეი, გავატარეთ, იმიტომ რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო, ოპოზიციურ სპექტრს გაუფრთხილდით, იმიტომ რომ სამი წელი მაინც ოცნება იყო, გადის პერიოდი, იგივე პარტიის ლიდერი შემოდის იდეით, რომ მანდატები მოპოვებული 2024 წლის მანდატები უნდა გაუქმოს ოპოზიციამ. სრული სიგიჟე, არავის კითხვა ამაზე არ გაუჩნდა. გადის პერიოდი და იგივე პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ საპარლამენტო სამუნიციპალურ არჩევნებს. ამაზეც არავის კითხვა არ გაუჩნდა და ჩვენ დავსვით კითხვა, რომ რა არის გეგმა ბოიკოტის შემდეგ. აი ხო, ჩვენ ხო არ გამოსულვარ და არ გვითქვამთ, რომ აი ესენი ხარ საკეთები წარმოუდგენენ. ელემენტარული კითხვები დავსვით, რა არის გეგმა ბოიკოტის შემდეგ. თუმცა რა მივიღეთ ბოიკოტის შემდეგ? ერთს ვიტყვი, თუმცა ქართული ოცნების წარმომადგენლები მოგიწოდებდნენ, რომ შესულიყავით პარლამენტში და საბოლოოდ ეს გაკეთდა კიდევაც. რეალურად ოპოზიციის არგუმენტები დანარჩენი სხვა ოპოზიციური პარტიების არის ის, რომ თქვენ ქართული ოცნების სასარგებლო საქმე გააკეთეთ ამით და შესაბამისად მიუხედავად ამისა, მაინც გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაინც აღიძრა ეს საქმე, რაც აღიძრა და მიუხედავად ამისა მაინც ესე რომ ვთქვათ დარჩა საზღვარგარეთ ახლა თქვენი პარტიის ლიდერი და ამ გადაწყვეტილებას ასევე ძალიან საინტერესო სტატისტიკური მონაცემი უნდა მოუშველიო. დაახლოებით მაისი-აპრილი იქნებოდა, სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა, იყო დამოუკიდებელი სოციალური კვლევა, თანაც თქვენი პარტიის რეიტინგი საკმაოდ მაღალი იყო, დაახლოებით 12%-ს გაუტოლდა. მე ზუსტად სიტყვასიტყვით შეიძლება არ მახსოვდეს და ზუსტი ციფრები ვერ ვთქვა, მაგრამ მას შემდეგ რაც თქვენ თქვით, რომ მიიღებდით მონაწილეობას აღნიშნულ არჩევნებში, ადგილობრივ მმართველ არჩევნებზე მაქვს საუბარი, რეიტინგი მკვეთრად შემცირდა დაახლოებით 3%-ით. ეს დაეთყო, ასე რომ ვთქვათ, თქვენს ელექტორალურ მხარდაჭერაზე და ეს ელექტორალური მხარდაჭერა ასევე გამოიხატა შემცირება ბოლო არჩევნებზეც, ადგილობრივ მმართველობის არჩევნებზე. ამაზე რას გვეტყოდით? თუ კი თქვენი ამორჩეული, ასე რომ ვთქვათ, თქვენს მხარდაჭერას ამცირებს, აი ეს პროცესი რაზე მიანიშნებს? მაინც იმ აზარზე ხართ, რომ სწორი და მართებული იყო პარლამენტში შესვლა და აღნიშნულ არჩევნებში მონაწილეობაც? ჩვენ ზოგისთვის არასასიამოვნო ფრაზას ვამბობთ ხოლმე ამ კონკრეტულ სახამერასაც ვიტყვი, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან რაციონალური და პრაგმატული აზრი არის ეს, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, ეგრეთ წოდებული ქართული ოცნება, ერთ დღეში და ერთ კვირაში არ გაქრება და ვერ დაიშლება და ვინმეს თუ იმის ილუზია აქვს, რომ ეხლა მშვიდობიანი დამხობით, ან ვინმეს იმის ილუზიაც უქონდა ეხლა, რომ მშვიდობიანი დამხობით ერთი თვითადრე დაანონსებული ჩამოშლიდა ივანიშვილის რეჟიმს და ამას ვერ ხვდებოდნენ, რომ ეს ივანიშვილის ოცნების ოფისში მოხარშული გეგმა იყო და ვინმეს თუ ამის ილუზია აქვს, ხა იმას არ ესმის რეალურად ვის ებრძვის და რას ებრძვის და უბრალოდ манипуლირებს ადამიანების ემოციებს. კი, თქვენ რაც ბრძანეთ, ეგრე მოხდა. ამორჩეველის რაოდენობა შემცირდა. ამ შემცირებას რა თქმა უნდა თავისი გარკვეული
შინაარსობრივი მაგალითები და დასაბუთებები აქვს, ხო? ჩვენ ვაღიარებთ ბოიკოტის იდეამ, როგორც იდეამ გაიმარჯვა. თორემ ბოიკოტის იდეა არის იდეა ძალიან ადამიანურ ემოციებზე დაყრდნობილი იდეა. თორემ ბოიკოტის იდეას უნდა ქონოდა გაგრძელება. ბოიკოტის იდეის გაგრძელება იყო მშვიდობიანი დამხობა. შენ თუ პოლიტიკას ბოიკოტს უცხადებ, მაშინ ერთ-ერთი გამოსავალი რჩება ქუჩა. რას უხსნი მოქალაქეებს? მე არ მესმის, მაგრამ დავსვით ჩვენ კითხვა, რა არის გეგმა ბოიკოტის შემდეგ? შენ თუ ბოიკოტს არ არსებობს არჩევნების ბოიკოტი. შენ თუ არჩევნების ბოიკოტს უცხადებ, ეგ ნიშნავს, რომ პოლიტიკურ ბოიკოტს აცხადებ, პოლიტიკას უცხადებ ბოიკოტს. ანუ ყველა ტრიბუნაზე ოფიციალურად ოცნებას ტოვებ მარტო. პოლიტიკაში ოცნებას ტოვებ მარტო, რომელსაც იცი, რომ კორუფციით იმდენი ფული აქვს ნაშრომი, უკვე საკუთარ ყოფილ პრემიერ-მინისტრებს კი იჭერს, იმდენად არ აინტერესებს ამ ადამიანებს უკვე ეს კონკრეტული შემთხვევებიც, ხო? ბოლოს კითხვას დაგისვამთ და მით დავამთავროთ გიორგი გახარიას ისევ რომ დაუბრუნდეთ და მის მიმართ წარდგენილ ბრალს პირველ რიგში მისი გეგმები იქნება ძალიან საინტერესო როგორ გააგრძელებს მოღვაწეობას და აქვე მაგალითად მოიხსენიებ გუშინ თამარ ჩერგოლიშვილი ყავდა სტუმრად მან თქვა რომ გიორგი გახარიას პოლიტიკური მოღვაწეობა დამთავრებულია როგორც პოლიტიკოსის და შესაბამისად როგორც ის თამარ ჩერგოლიშვილმა განაცხადა გუშინ ჩვენს გადაცემაში თქვა რომ ეს პარტია, თქვენ პარტიაზეა საუბარი, არსებობას მხოლოდ ფორმალური სახით გააგრძელებსო და ძალიან მილევად ესე რომ ვთქვათ, მომაკვდავ მდგომარეობაში მოიხსენია თქვენი პოლიტიკური გაერთიანება. ამ არგუმენტს რას დაუპირისპირებდით და თავის მხრივ გიორგი გახარიას მომავალი ნაბიჯები რა შეიძლება რომ იყოს ამ პროცესის პარალელურად? არ ვიცი, გარკვეული პოლიტიკური ეგრეთ წოდებული ლიდერების კომენტარები ჩვენი პარტიის მიმართულებით ეს ტენდენციური არის, ეხლა რა უნდა დაუკავშირო, ფაქტს დაუკავშირებ, მაშინ პირდაპირ ვიტყვი და არა მხოლოდ თამარ ჩერგოლიაშვილს, ყველა დანარჩენ ოპოზიციურ ლიდერსაც პოლიტიკოსაც მინდა უთხრა ეგ ფაქტად, რომ გახარიას პარტია არის ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც მოახერხა და პოლიტიკა შეინარჩუნა საქართველოში. გახარიას პარტია პარლამენტში რო არ იყოს, პარლამენტი იქნებოდა ერთპარტიული, ისე და პოლიტიკა საქართველოში არ იარსებოდა. და გუშინდელი თემაც რომ განვიხილოთ, აი რას აკეთებს გახარიას პარტია მაგალითად პარლამენტში, აი გუშინდელი კონკრეტული თემა, სადაც ჩვენმა პოლიტიკურმა ჩვენმა პარტიის ერთი ნაწილმა პენსიებზე ჩამოვიდა, უბრალოდ ლაპარაკი და ალბათ ნახავდით იმ რომ ყველას ედო ეს კარდი დავიდეო, ხო პენსიაზე 20 ლარიან პენსიაზე დასვა კითხვა რამდენად სამართლიანი არის, როცა პენსიონერს 20 ლარით ეზრდება პენსია და პარლამენტის თავმჯდომარის 1400 ლარით ეს რამდენად სამართლიანი არისო და ოცნების დეპუტატმა უპასუხა რომ 20 ლარიანი მომატების გარდა თუმე პენსიონერებს საქართველოში ძალიან ბევრი დივიდენდი ქონიათ. და აი ეს არის პოლიტიკა მეგობრებო, იმიტომ რომ ესეთი ფრაზები და ესეთი ოპონირება პარლამენტში გუშინდელი ეს ფაქტი ნახავთ თელმა საქართველოს და ამით რეალურად ეს არის ფაქტები, რითაც ქართულ სემას ამორჩეველი აკლდება და არა იმით რომ მშვიდობიანი დამხობა და პოლიტიკის ბოიკოტი, პოლიტიკის ბოიკოტი და მშვიდობიანი დამხობამ რაც მოიტანა ქართული ოცნების იმ ამორჩეველს, რომელიც აქამდე ყოყმანობდა ქართულ ოცნებაში, ის ყოყმანი შეუნარჩუნებინა. ეხლა რაც გიორგი გახარიას ეხება, გიორგი გახარიას არაფერი არ შეცვლა. გიორგი გახარიას 2021 წლის იმ დღიდან, როცა პარტიის დაარსება გადაწყვიტა, გიორგი გახარიამ სუსტად იცის რა მიზანს ემსახურება. და ეს კონკრეტული ქმედება დღე გუშინდელი პროკურატურის კიდე სიახლე არ ყოფილა, იმიტომ რომ 2024 წლის არჩევნებამდე თავად ბიზინა ივანიშვილმა საგარეო ვიზიტი თავად ბიზინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ პოლიტიკური ვენდეტა შედგებოდა, იმიტომ რომ მას საქმეები ჰქონდა შეკერილი. კი, ეს ყველას გვახსოვს, მაგრამ მოვალ გიგმებთან დაკავშირებით საგარეო ამომენტში საგარეო რა თქმა უნდა გაგრძელდება ამ მომენტში ჩვენი მთავარი უმთავრესი ამოცანა არის რომ ევროპაში ჩვენს მეგობრებს დავუმტკიცოთ და აუხსნათ რომ ეგრეთ წოდებული სანქციები, რაზეც ჯერობა მიმდინარეობს, დაახსენეთ თქვენ უვიზო მიმოსვლა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს ქართულ ხალხს. ამას ჩვენ ვაკეთებთ უკვე ბოლო 2 წელია დაახლოებით, რომ ყველა დახურო კარს მიღმა, თუ ღია კარს მიღმა, სადაც ეს შეხვედრები შედგება და ხმა მიგვიწვდება, ყველას ვეუბნებით, რომ ქართველი ხალხი არ უნდა დასანქცირდეს, იმიტომ რომ ეს არ არის ერთი პარტიის მონოპოლარი და ქართველი ხალხი არ იმსახურებს უბრალოდ ამ ყველაფერს და მე დარწმუნებული ვარ, ევროკავშირში ჩვენი მეგობრები გაითვალისწინებენ ქართული ხალხის და ჩვენს მოწოდებას და ქართული ხალხი ამ სანქციას ამ სანქციის გარშემო დარჩება. დიდი მადლობა გიორგი, ჩვენს მაყურებელს შევახსენებთ რომ ჩვენი სტუმარი იყო გიორგი ჭანტურია, პარტია გახარია საქართველოსთვის წარმომადგენელი. ამით ჩვენ დღევანდელი ნიუსრუმი დასრულებულია. ჩვენ ტელეარხის ეთერს კი 12 საათიანი საინფორმაციო გამოშვებით მარიამ ბუკია გააგრძელებს დროებით.